ასე შესულა კერჩხლის ფოთლების ასე ვთქვათ, მათი ზედმეტსახელი სარაგბო და ახლა მოусმინოთ თავისუფლებას. იდება თავისუფლებას შესრულდა ჩვენი ჰიმნით და სულ რამოდენიმე წამი გვაშორებს ცენტრალური ხულმოლიდან გამოაძვინა ბურთი და გავიტანეთ წინ გამყვანილელო, აი ეს აგდება ძალიან ცუდი იყო და დავიტოვეთ საბოლოო გარეთ გავიდა საბოლოო ჯამში ნინიაშვილი შიგნით წამოსული ყესელაძე მინარჩუნებთ მარცხნივ გადავიდა საღინაძე რა კონტაქტი მიცა გადათელა მოწინააღმდეგე თუ წინამატჩი ზურგს უკან ამჟანდაძე ხელდახელ ნინიაშვილი გრძელი გადაცემა აფციაურს აქვს სივრცე შიგნით წავა რა გარეთ ჩამოიტოვა მეტოქე შიგნით შემობრუნდა და რა ჩვეულებრივი ლელო აფციაურის შესრულებით პირველი ულამაზესი ხო როგორ კარგად იყენებს თავისთვის მიცემულ შანსს აფციაური სოლო რეიდი მისგან გაბითურებული რამდენიმე მცველი და ძალიან ეფექტური ლელო შაკო აფციაურისგან საქართველოს ნაკრები წინ გადის კი ბატონო კიდევ ერთხელ არ წაგვივიდა შეტევაში რაღაცები კარგად მაგრამ საბოლოოდ აი ეს პასი ნინიაშვილის საკარგი იყო გადაატარა აქ კანადელ ცხრიანს ჯეისონ ჰიგინს და საბოლოოდ კიდევ ერთხელ მიადევნეთ აქ აფციაურს გაძურა გამოძრა და აი ეს ბოლო ფინტი ნახეთ მესამე წუთი იწყება 5-0 საქართველოს ამარცხებს კანადას. ნუ ეს შტენა ვერ მოვიშალეთ. და სუსახს. ხო, მაგრამ ბევრი ქვეყანა აკეთებს სხვა შორის ის რომ რაღაცა არა, სხვა შორის ეხლა ზელანდია, შოტლანდიაზე მაკენზი რო უთხრამდა ჯარიმას, გადამწყვეტ მანდაც კი ახმაურდა სტადიონი, მაგრამ ეგ გასაგებია ეხლა 13 მატჩი რო არ გაქვს მოგებული ზელანდიისთვის და რაღაც შანსი გაქვს რომ აფციაურით შევიდა მოლში მასკა ლოგჯანიძე ეძებს ბურთის სად არის მოუწყდა იქ ჩვენი რომელი მოთამაშე იყო სამწუხაროდ ვერ შევამჩნიე წავედით აიღე და მიეძალეთ საღინაძე ძალიან ეფექტური იყო ამერიკასთან დაცვაში დღეს უკვე ვხედავთ რომ რამდენჯერმე აიღო ბურთი და გააკეთა დომინაცია ბურთითაც აბდუშელიშვილი ჯერჯერობით კანადელები კარგად განა თან უჯარი მოთიცავენ თავს ლობჟანიძე ხაზე გავიტანეთ შველიძე ზურგს უკან აბჟანდაძე რას მოიმიგრეთ ძალიან დიდი სივრცე აქვს ნინიაშვილს პასი გააკეთა და თაფლაძის ლელო მეორე ლელო გააქვს საქართველოს შვენიერი გათამაშება მორკინალებით მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ხაზის მოთამაშეებმა ძალიან კარგად აითვისეს სივრცე და საბოლოოდ თაფლაძის მეორე ლელო პირველი აფციაურის იყო მოკლედ კარგია რომ ეს ხაზის მოთამაშეები თუ ახლა რა თქმა უნდა მეორეჯერ შევიდით მაგ 22 მეტრიან ზონაში ხო თუ არ ვწდები და მეორეჯერვე ლელოც გავიტარეთ და 10-3 დაწინაურდა რა იყო და გაზარდა დაწინაურება ქულებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აი კიდევ ერთხელ ნინიაშვილი და თაფლაძე ყაზბეგი რას ძალიან მაგარი ბოჭვა ხო სპანდერაშვილი იყო ხო მე მგონი ხო სპანდერაშვილი იყო აშკარად აი ყველა კონტრაქტზე მივდივართ საერთოდ ჰიგინსი მაღალი ფეხი ადრესია ნინიაშვილი და წამოიღო ხელი კარგი ბოჭვაც მიიღო მაგრამ შევქმნით თითქოს უპირატესობა ამჟანდაძე ფანტასტიკური გარღვევა მიყოლა სად არის აფციაური მიყვება გარეთ აქვს სივრცე და ჩამოიტოვა მეტოქე და კიდევ ერთი ლელო შესანიშნავი მოქმედება ჩვენი უკანახაზელების ჯერთედუ ამჯანდაძე რა კარგი იყო მონახა სივრცე შემდეგ 2-1-ზე დაუტოვა აფციაურს და აფციაური კვლავ ამართლებს თავის ადგილს ეროვნულ ნაკრებში როგორ კარგად იმოქმედა როგორ კარგად ითამაშა შიგნით გარეთ და წავიდა და მოიშორა კანადელი მორაგბე აი ეს კარგი იყო ნინიაშვილისაც რა თქმა უნდა მაგრამ აბჟანდაძის როლი არის ლომის კი ბატონო ამ შეტევაში და ნახე როგორ კარგად ტექნიკურად დაელოდა აფციაურს და და ხელითაც რა მაგრამ ჩამოიშორა აქ მოწინააღმდეგე და რაღაცა დაიძახა გვაჩვენა პოლ ვილიამსმა და კარგად შემოვიდა შესაძლოა მათი მოთამაშე აფრასი ლობჟანიძე გამოვიდა და კარგი ბოჭვა მიიღო უორუმპილო ტაიმის ბოლოს თეთრ იქვეა საღინაძემ იქვე კარგაძე შეიყვანა დარტყმა მოკლედ გავაკეთეთ მაგარი ბოჭვა შეასრულა ახსოვს ძალიან ეფექტური იყო მათი სპანდერაშვილი თუმცა თავისზე ორჯერ ნაკლებ ზომის და ზომის კას გადაეჯახა ეგეც აღნიშნოთ მაგრამ მართლა კარგი ბოჭვა იყო ნამდვილად ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე ვწურავთ
შველიძე, ნინიაშვილი, კიდევ ერთი ლელო აფციაური და ჰეტრიკი. ჰეტრიკი აფციაურისგან, მოკლედ ეს ბიჭი ლელოს მანქანაც გარდაიქმნა ამ მატჩში, მშვენიერი გათამაშება და უნდა აღვნიშნოთ ლუკა აუცილებლად როგორ პატარა მონაკვეთში მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ჩათამაშება. 22-3. პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტისა და დესამიტების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს კი ნუკვარი იქნება ირლანდია, ავსტრალია 0 საათსა და 10 წუთზე. ხვალ იქნება შოტლანდია, არგენტინა 19 საათსა და 10 წუთზე. ამით დასრულდება ამ ვიკენდის სარაგბო ეთერი. ლობჟანიძე აქ ხო ცოტა 10-ზე ტაიმინგში აბჟანდაძე და გაიქცა ჩვენი ვარსკვლავ ბიჭი. აფციაური მიდის მეოთხე ლელოზე და როგორ მოახერხებს აირიდა ერთი კაცი და რაპასი სადგატანა აფციაურმა კვესელაძეს რა ლელო გაიტანა. ეს არის უმაღლესი კლასის სარაგბო IQ-რად შემოგთავაზეს ეს აქ აფციაურმა და კვესელაძემ რა თქმა უნდა აქ არანაირი წინპასე საუბარი ზედმეტია. მოусმინოთ ასო. Okay, Alan, we'll just give you some time on this, mate. So we will have a look. აჰა, და უსახმოდ არ დატოვეს უელსელი. We do have the ball grounded. We just need to make sure that it's all clean in the lead up to that, please. There's no transfer forward of the ball or a loss of control. So if you could just check that, please. Thank you. რემუქრებანი მიაშვილმა აიყვანა კაცი გადასცა აფციაურმა რა თქმა უნდა თავისი ჯადოქრობები ჩაატარა აქ შიგრითაც შეწყდა და მე აი აქ ხელიდან ხელში გადააწოდა ხო არა ლელოა საერთოდ არაფერი ლელო აფციაური ლუდი რა თქმა უნდა ლელო კარგია 29-3 ძალიან მშვენიერი ლელო გავიტანეთ ისევ აფციაური იყო Stay here last week. Push. აი დააკნია და გაიჭრა ხაზი საკარგად გაატანა კიდევ ერთი კიდევ ერთი კარგი ამოხდება და ჩავხურო დაამიწებენ რა თქმა უნდა აი აქ თუ წესი არ უნდა დავარღვიოთ ეხლა მოთელი ბარათი კიდევ ერთი ნამდვილად არ გვინდა მოთი გამოჩნდა როგორ ჩანს და გადავჭ ხო ძალიან გაგვიჭირდება ხო კარგი ლელო გაგვიტანეს შევახოთ კანადელები აი 0-ში ჩამოგვეძინა რაღაცა თითქოს რაღაც წამიერა და კარგად აითვისეს ოვალი სპორტი ჯილბერტის და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მოლი რომელიც სრულდება ლელოთი რა თქმა უნდა შენ გიყვარს იმის თქვა ჩემო ლუკა კარგად დაგორებული მოლის შემჩერებელი არავინ არ არისო თუ არ დაჯადნენ და სწორედ ასე მოხდა ეს ყველაფერი თორნიკე ჯალაღონია ლელოთი და უბრუნდა საქართველოს ნაკრებს ქმედებებზე გავაკეთებთ აქცენტო აქ შეცდომა და კანადელებმა აიღეს ბურთი როგორი შეცდომა და ლელო გაგვიტანეს საბოლოოდ ისარგებლეს ჩვენი შეცდომით კანადელებმა და 38-15 არც ისე კარგ ნოტაზე ვასრულეთ მაგრამ ხო ავირიეთ ძალიან ბოლო მონაკვეთში სამწუხაროდ ოვორუმ როგორ დაჭკვიანურად ითამაშა გადმოაგდო ბურთი აქ თავისიანებისკენ და საბოლოოდ ესე შეძრნენ და დაგვიმიწეს ლელო კი ბატონო იყო შეხება წაკრა ესე ვთქვათ ხაზ და კარგი ტექნიკა გამოუვლინეს